ხონის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩაისუბანი ადგილი, სადაც უკვე 23 წელია აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ. პრობლემას გაქცეული აჭარლები არანაკლებ პრობლემურ ადგილზე აღმოჩნდნენ. ჩაისუბანში არ არსებობს ხიდი და საავტომობილო გზა, რასაც სასმელი წყლისა და გაზის პრობლემაც ემატება. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი ეკომიგრანტების ყოფა ხონის რაიონში. ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში 23 წელია აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ. სოფელში არ არსებობს ხიდი და საავტომობილო გზა, რასაც სუფთა წყლისა და გაზის პრობლემა ემატება. ეკომიგრანტი როლანდ აბაშიძე ამბობს, რომ ჩაისუბნის საცალფეხო ხიდი, რომელიც ადმინისტრაციულ ცენტრს უკავშირდება, მდინარის ადიდებისას იტბორება და გადაადგილებას ზღუდავს. ზოობა, წყალი ავი ამისთანები. იქიდან მდინარე ჩადის, აქიდან მდინარე და უამინდობის პირობებში თაკეტილები ვართ. მეზობლების მსგავსად აჭარიდან სტიქიას გამოექცა და ჩაისუბანში ოჯახთან ერთად დასახლდა ნოდარ სურმანიძეც. ამბობს, რომ სახლი, რომელშიც შვილებთან ერთად ცხოვრობს, ავარიულია. შესყიდვარი არც არადა, ან შეგვიყიდონ, სახლები შეგვისყიდონ, ან და დაგვეხმარონ კრედიტი მოგცენ. თუ ერთი ქარი ამოვარდა, სახლს აქანებს მასე და შეშეცან აგვიძინავს კაცო. ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია განმარტავს, რომ სოფელ ჩაისუბანში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო თანხები ბიუჯეტში არ არსებობს. კარგად ვიცნობ რა პრობლემაც დგას ამ მოსახლეობის და გვინდა რომ ყველაფერი გაუკეთოთ და გვერდში დავუდგეთ, მაგრამ ეს ხორციელდება ეტაპობრივად, ერთდროულად ვერ გამოვიდნენ, რომ ყველაფერი არის მატერიალურ ღირებულებებთან და ფინანსებთან დაკავშირებით და ეკომიგრანტი 26 ოჯახი აჭარიდან ხონის სოფელში 1989 წელს დასახლდა. მას მერე სოფელი ხელისუფლების უყურადღებობის მიზეზით 13 ოჯახმა დატოვა.